მაქვს ბედნიერება პირველად წარმოვდგეთ თქვენ წინაშე 25 წლის შემდეგ, რაც ჩვენი სათაყვანებელი სამშობლო იძულებით თვალწრემლიანმა დავტოვე. ნება მომეცით ორიოდე სიტყვა როგორც სიტყვიან პროდომო სუა მოგახსენოთ და ჩვენი დაუვიწყარი აკაკი სიტყვებით დავიწყო. საფიროს ხმელე ზორმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო სნეული დაბრუნებულა კორნავაჩევა 82 წლის მოხუც ამიხთა დიდი ხნის ნატვრა. დაუბრუნდი სამშობლოს და დაუბრუნე მისი კუთვნილი განძეული. საშუალება მომეცა ჩემს უნივერსიტეტში და ახალშობილ აკადემიაში დამეწყო მუშაობა. ოღონდ ძალზე მიკლავს გულს, რომ ჩემი საცოდავი მეუღლე, ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, ნინო, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული. ფრანგულმა სამხედრო გემმა ერნესტ რენანმა ქართული საგანძური უმეთვალყურეოდ წაიღო. 6 მეთაყაიშვილი, მისი მეუღლე ნინო და იოსებ ელიგულაშვილი ბათუმში მობრუნდნენ. პატარა კერძო გემი იქირავეს და სტამბოლისაკენ აიღეს გეზი. 6 და მისი მეუღლისათვის ახალი სიცოცხლე დაიწყო. ბედის ირონიით 58 წლის ხეიბარ უფურო და უიარაღო კაცს ერგო ეროვნული განძის დევნა და მოვლა. საშინელი ამინდ დადგა. 6 იმაზეც დარდობდა, წინ მიმავალი გემი თუ გაუძლებდა ამ ქარიშხალს. როგორც იქნა, სტამბოლში ჩააღწიეს. რომელი ისტორიკოსი არ ოცნებებს, კონსტანტინოპოლში მოხდეს და შეისწავლოს. თუნდაც მსოფლიოს ერთ-ერთი დიდებული ნაგებობის აია სოფიას ნახვა რა დღის, მაგრამ 6 ახლა ამისთვის არსალია. ერთ სამხედრო გემს ეძებს. საბედნიეროდ ადგილზე დახვდათ. ტვირთი ერნესტ რენანიდან გადმოიტანეს. ტომრებში მოთავსებული ნივთებიც ყუთებში ჩააწყვეს. 259 ყუთი გემ ბიენჰოაზე დააბინავეს და მარსელისკენ აიღეს კურსი. სენეგალის პოლკი საფრანგეთში საიმედო და პრესტიჟულ დაცვად იყო მიჩნეული. ფრანგები თავიანთ ქონებას მხოლოდ მას ანდობდნენ. მარსელის ნავსადგურში ზურაბ ავარიშვილთან და andrea დეკანოზიშვილთან ერთად სწორედ ეს პოლკი დახვდა ქართულ საუნჯეს. ტვირთი მთლიანად მარსელის ბანკში მიიტანეს. იქიდან სამუზეუმო განძის 39 ყუთი გამოყვეს. ერთი წლის შესანახი თანხა 2500 ფრანკი გადაიხადეს და აკაკი ჩხენკელის სახელზე შეიტანეს. საბანკო ვერცხლეულობა კი, ეგრეთ წოდებული ზოდები, საგანგებო კომისიამ გადაადნო და 1.200.000-ად გაყიდა. პარიზში ცხოვრება ძალიან ძვირი იყო. ემიგრანტები მას ვერ შესწვდებოდნენ. გადაწყვიტეს ქალაქგარეთ ეყიდათ სახლი. რამდენიმე ადგილი დაათვალიერეს და არჩევანი ლევილზე შეაჩერეს. სახლკარის შესარჩევ კომისიაში 16 იყო და ვრცელი აღწერილობა მისი დაწერილია, როგორც სჩვეოდა, ყველა დეტალის გათვალისწინებით. მამულში არის პარკი, საბალახე მინდორი, ფრინველთა ეზო. უმთავრესი შენობა ქვის ორსართულიანი სახლია მანსარდით, ძველი შატო, რომელშიც 14 კარგი ოთახია და 10 პატარა ოთახი. 6 უსაქმოდ არ გაჩერებულა, ჩასვლისთანავე სამეცნიერო საქმეში ჩაერთო. ნუმიზმატთა და სააზიო საზოგადოების წევრი გახდა. სხდომებში მონაწილეობდა და მოხსენებებით გამოდიოდა. პარიზის ნაციონალურ მუზეუმში დაცული ქართული ხელნაწერები შეისწავლა, გამოიკვლია და გამოსაცემად მოამზადა. კავშირი არც ქართველ მეცნიერებთან გაუწყვეტია. მუდმივი მიმოწერა ჰქონდა, აინტერესებდა რა ხდებოდა უნივერსიტეტში. ქართველებსაც ხვდებოდა კონსტანტინე გამსახურდიას, დავით კაკაბაძეს, ლადო გუდიაშვილს და სხვა ემიგრანტებს. აკაკი შანიძემ და გიორგი ახვლედიანმაც ინახულეს. ემიგრანტმა მეგობრებს სამშობლოში თხოვნა დააბარა.
მოახერხონ და დროზე წაიღონ ქართული საგანძური. ჩემი მეორე სიკვდილი იქნება, თუ ეს ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება. მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა. მატერიალურად ხელმოკლედ იყვნენ. ამის გარდა ძალიან განიცდიდა, რომ სამეცნიერო მუშაობას ვერ ახერხებდა, რადგან საჭირო წიგნები არ ჰქონდა. ნიკო მარი, იროდიონსო ღულაშვილი და იოსებ მეგრელიძე კი უგზავნიდნენ, მაგრამ რას ეყოფოდა? ვეშაპის მადამ აქვსო წერდამად. ის ძვირფასი ხელნაწერებიც თან რომ ჩამოიტანა, მარსელის ბანკში იყო ჩაკეტილი და ხელს ვერ ახლებდა. ქართული საუნჯის ამბავი სოფლიოში გახმაურდა და საშიშროებამაც არ დააყოვნა. ჩვენს განძეულობას საფრანგეთში ბევრი მტერმოყვარე და ცილისწამებელი აღმოუჩნდა. გიждდებოდნენ ისე მოწონდათ ეს ნივთები. ბრიტანეთის მუზეუმი უილიამ ალენის საშუალებით მოლაპარაკებას აწარმოებდა. ახალგორის ერთი რამე ნივთი დაგვითმეთ და მთელ თქვენ განძს უფასოდ შეგინახავთ და გამოგიცემთო. უთხარი, მე მხოლოდ მცველად ვითვლები, ეს ხალხის ქონება და როგორ შემიძლია მეთქი. ნიუ-იორკის მუზეუმიც გადარეული იყო. გაგონილი ჰქონდათ, კი არ ენახათ, რომ ჰქონდა ემალი. თვითონ დირექტორი ჩამოვიდა, რა ფულს არ მთავაზობდა, მაგრამ ჩავშალე. გაიგო, რომ გაჭირვებული იყო ემიგრაცია და უთხრა, პირობა მომეცით, რომ არავის მიყიდით და დიდ სესს მოგცემთო. მენშევიკებს ეს მოეწონათ და დიდ ამბავში იყვნენ. მითხრეს, მივცეთ ხელწერილიო. ძალიან შეუტიე, რა იმეთქი? რა უფლებით აძლევთ? რაზე მოუწერო ხელი? რომ პადლეცი არ ვიქნები და სხვის ქონებას არ გავყიდი მეთქი? მაგაზე თქვენ მოუწერეთ ხელი მეთქი. და დამანებეს თავი. გაჭირვება კი უფრო და უფრო უტევდათ. ერთი თეთრი თხა ჰყავდათ. ხშირად ამ თხის რძე იყო მათი ერთადერთი საკვები. ექვთიმემ თხის მოწველის მოხერხებული მეთოდიც გამოიმუშავა, მაგრამ ერთხელ მაინც წაიქცა და რძეც დაეღვარა. რაკი ნინოს მუსიკალური განათლება ჰქონდა მიღებული, კვირაობით პარიზის სინემაში უკრავდა, მაგრამ ერთხელ დაეცა. დილით საავადმყოფოში წაიყვანეს. 20 თვეი ავადმყოფა და 1931 წლის 8 მარტს გარდაიცვალა. შვიდად შეხვდა სიკვდილს. მეუღლეს გამოემშვიდობა. ჯვრისწერის სანთლები ჰქონდა წაღებული და ითხოვა ამინთეთო. ნინო აღარ ამყავს. ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და უმწევნო მდგომარეობა უსიტყვოდაც კარგად უნდა წარმოიდგინოს ყველა. აქ წყლიდან ამოვარდნილ თევზს ავგავარ. ნინო პოლტორაცკაია, უერთგულესი მეუღლე და მეგობარი ექვთიმესი. პოლტორაცკები წარმოშობით პოლონელები იყვნენ. ნოტარიუს და ადვოკატ ივანე პოლტორაცკის დედა ქართველი ყავდა და ქართულიც კარგად იცოდა. ივანე და ილია ჭავჭავაძე გიმნაზიაში ერთად სწავლობდნენ და მეგობრობა ბოლომდე შეინარჩუნეს. იხსენებდნენ ილია მხოლოდ ერთხელ ნახეთ ატირებული ივანე პოლტორაცკის დაკრძალვაზე. პირველი ვაჟი ჭავჭავაძემ მოუნათლა და ილია დაარქვა. დაქრიუებულმა ივანემ მეორედ ნადეჟდა ნადო გაბაშვილზე იქორწინა და 6 შვილი შეეძინა. ნინო, ელენე, ანა, სოფიო, ეკატერინე და ალექსანდრე. ნადოს მსითებში ერგო ზემო და ქვემო ოქროყანის მამულები, ქვემო ოქროყანაში 2 სართულიანი და თბილისში 2 სახლი. ნინო ექვთიმეზე 6 წლით იყო უმცროსი. მოკრძალებული და სათნო ადამიანი. პარიზში მუსიკალური განათლება მიიღო. თაყვანისმცემლებიც არ აკლდა. პოლტორაცკებს სტუმართმოყვარე ოჯახი ჰქონდათ. ექვთიმეც ბევრჯერ ყოფილა მათთან. ივანესაც იცნობდა, მაგრამ ერთი შემთხვევის შემდეგ აღარ ეკარებოდა. ილიამ ტრადიციულ ხუთშაბათის წვეულებაზე ექვთიმეს სადღერძელოს დროს საოცარი რამ თქვა. სანამ უნდა იყოს ბატონი თაყაიშვილი ბატონ გოგებაშვილის ბინაზე. ის შეირთავს ნინო პოლტორაცკაიას და ოჯახს შექმნის. ძალიან გაიკვირვეს. რა არის ბატონო ილია? ის ლამაზი და მდიდარი ქალი? კოჭლაბუხას უნდა შერთო? მალე პოლტორაცკების ნათესავმა ექვთიმეს შემოუთვალა. ამ საქმეზე ჩვენთან მოსული აღარ გნახოთ, თორემ მეორე ფეხსაც მოგტეხო. ამიტომ თაყაიშვილი პოლტორაცკების ოჯახს აღარ ეკარებოდა. ცხადია, მხოლოდ ილიას გადაწყვეტილება არ იყო მათი შეუღლების მიზეზი. ექვთიმეს ნინოს 30 წერილი ჰქონდა შენახული. ამ წერილებში ძირითადად მორიდებული თხოვნა. ჩვენთან მობრძანდით.
ან აქა და აქ ვიქნები და იქნებ მინახულობ. განათლებულმა, მშვენიერმა და მდიდარმა ქალბატონმა სხვა ბევრად დაწინაურებულ მთხოვნელებს უარი უთხრა და უსახკარო ხეიბარი მასწავლებელი ირჩია. ნინომ და 6 მემჯვარი 1895 წელს ივანეს გარდაცვალების შემდეგ დაიწერეს. ილიამ საფრანგეთიდან მიულოცა და ძვირფასი საჩუქარიც გამოუგზავნა. 6 და ნინოს შვილი არ ჰყოლიათ. თაყაიშვილების ოჯახში 14 იანვარს წმინდა ნინოს ხსენების დღეს მუდამ დიდი წვეულება იმართებოდა. 6-ს გამორჩეულად მხიარულ ხასიათზე იყო ხოლმე. მთელი ქართველობა დაესწრო ნინოს დაკრძალვას. ექვთიმეს ახალი საზრუნავი გაუჩნდა, ნინოს საფლავის პატრონობა. მთელი წელი მეგობრებს შავარში ან გაღალზე დაწერილ ბარათებს უგზავნიდა. ნინოს გარეშე კიდევ უფრო გაუჭირდა ცხოვრება. ამ პატარა უბის სიგნაკმა სხვა ჩანაწერებთან ერთად შემაძრწუნებელი ცნობებით შემოგვინახა. 1934 წლის თებერვალში 6 დღე არ უსადილია. მარტში 13 დღე. სიკვდილს ერთმა კეთილის მყოფელმა გადაარჩინა. ბრიუსელის სასტუმროში გადაიყვანა. იქიდან დაბრუნებულს თვალები ასტკივდა, მაგრამ უსახსრობის გამო პარიზში ვერ ჩავიდა. არადა პირადად ისეთი ნუმიზმატური მონეტები ჰქონდა, შეეძლო არათუ ემკურნალა, კარგად ეცხოვრა. ერთმა ქველმოქმედმა ქალბატონმა $75 გამოუგზავნა. ისიც ვერ გაიმეტა თავისთვის. საგამომცემლო ფონდში შეიდანა. მალე ახალი, ბევრად სერიოზული საფრთხე გამოჩნდა. ობოლენსკის ქვრივმა სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის ასულმა სალომემ სასამართლოს მიმართა და თავისი წინაპრების ნივთები მოითხოვა. თაყაიშვილმა მენშევიკური მთავრობის 1920 წლის დეკრეტი წარადგინა, რომლის ძალითაც სამეგრელოს მთავრის ქონება სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდა. სასამართლომ ობოლენსკაიას უარი უთხრა, მაგრამ ექვთიმესთვისაც საქმე უფრო გართულდა. 1932 წელს საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო თავდაუსხმელობის პაქტი. ცხადია, ემიგრანტ მთავრობასაც ლეგაცია გაუუქმდა. ქართული განძეულობა უპატრონოდ გამოცხადდა და მუსიე პიერ ჟოდონს ჩაბარდა, რომელსაც საფრანგეთში დარჩენილი მეფის რუსეთის ქონება ებარა. 13 წლის შემდეგ ექვთიმესა და სხვა ქართველების დაუსწრებლად 39 ყუთის ამუზეუმო ქონება პირველად გახსნეს და მარსელიდან პარიზის ბანკში გადაიტანეს. ჟოდონმა გულისხმიერება გამოიჩინა და ექვთიმესა და ყოფილი მთავრობის 4 წარმომადგენელს მხოლოდ ერთხელ აჩვენა ყუთებიდან ამოლაგებული და თაროებზე მიჯრით დაწყობილი საუნჯე. მათაც მხოლოდ თვალი შეავლეს. აღწერა და შემოწმება ვერ მოხერხდა. 1936 წელს მეორე დიჩივლა სალომე ობოლენსკაია საქართველოსა და უკვე ჟოდონის წინააღმდეგ. დადიანის ასულს ბევრი მომხრე გამოუჩნდა. სპეკულანტები ამოუდგნენ მხარში, ფულსაც ხარჯავდნენ. ექვთიმეს მოკლითაც დაემუქრნენ. ფარხმალი მაინც არ დაუყრია. ბრძოლა არ შეუწყვეტია. პროცესი 1941 წლის თებერვლამდე გაგრძელდა. მომჩივანს ამჯერადაც უარი უთხრეს. ახლა უკვე საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგაც უწევდა ბრძოლა. სასოწარკვეთილმა იმდენი მოახერხა, რომ ჟორდანიას მთავრობისაგან მიიღო საბუთი, რომლის მიხედვითაც თაყაიშვილი ხდებოდა მცველიც და შენახვის მეთვალყურეც. ამავე დროს მუზეუმებისა და საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობაც მას ეკისრებოდა. პასუხისმგებლობა დიდი ჰქონდა, უფლება და სახსარი კი არაფრის. თბილისში ვრცელი წერილი გამოუგზავნა ვუკოლბერიძეს. ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. ვერ დამშვიდდები, მანამ ისინი საქართველოს არ დაუბრუნდება. ვუკოლბერიძემ ეს ამბავი ლავრენტი ბერიას აცნობა. მან კი ორაზროვანი პასუხი გასცა. ჯობია ისევ პარიზში დარჩეს, ვიდრე აქ ჩამოვიტანოთ. საქართველოდან ცუდი ამბები მოდის. გაუგონარი რეპრესიებია. მაგრამ კარგიც ხდება.
ილია ჭავჭავაძის 100 წელი იზეიმეს. ვეფხისტ ყაოსნის დაწერიდან 750 წლის იუბილე გადაიხადეს. უნივერსიტეტის დაარსების 10 და 20 წელიც აღნიშნეს. ახლა იქ ერთად არიან ყველანი, კოლეგები, მეცნიერები, მეგობრები. მართალია რამდენჯერმე ოფიციალურად შესთავაზეს დაბრუნდიო, მაგრამ განძის გარეშე ფეხს ვერ მოიცვლის. ვიღა უპატრონებს. ახლო ხანში 50 წელი შესრულდება, რაც მე საპედაგოგო დარგში დავიწყე მუშაობა. ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა მომართეს წინადადებით იუბილეს მოწყობის, რაზედაც უარი განვაცხადე. იუბილეზე უფრო სასარგებლო იქნება, თუ ჩემი ნაშრომების გამოცემათა საშუალება მოხერხდება. საბედნიეროდ ბევრი გამოეხმაურა ამ მოწოდებას. ფული შემოვიდა პრაღიდან, ბრიუსელიდან, პოლონეთიდან, ნიუ-იორკიდან, თეირანიდან. ყველაზე დიდი შემოწირულობა 1000 ფრანკი იყო, ყველაზე მცირე 10 ფრანკი. ამ შემოწირულობით 2 წელიწადში 2 წიგნი დაბეჭდა. არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს და არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს. წიგნები კი გამოსცა ძვირფას ფრანგულ ქაღალდზე დაბეჭდილი, მაგრამ არასრულყოფილა. ფოტოები თან არ ქონდა და ვერ დაურთო. თუმცა ნომრები ყველგან ზუსტად მიუთით. ნატურად ექცა თავისი ნაშრომები სრულყოფილი სახით გამოცემული ენახა, როგორც ეს ჩაფიქრებული ქონდა. სამწუხაროდ 6 სანდერძი დღემდე არ შესრულებულა. დაწყევლილი მყავდა ყოველი ქართველი, რომელიც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდა. გამოცხადებული მქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ ჩემთან უნდა მოეტანათ და თუ ვერ შევიძენდი, მფლობელს მხოლოდ მაშინ შეეძლო მისი უცხოელზე გაყიდვა. რაც კაი ქონდა, ყველაფერი რუსებისთვის უნდოდათ. ქართველმა თავადაზნაურობამ ასწია ერეკლე მეორის თოფი და აჩუქა ნამესნიკს. იმ თოფის განასროლით ლეკების კოხტაბელადი მოკლა ერეკლემ ასპინძის ომში და ამას იმეტებდნენ საჩუქრად. ის რომაა საუკეთესო მინიატურებიანი ვეფხისტყაოსანის ხელნაწერი. იმის ამბავი რა დღეს. გურიელის ქალი პელაგია თავად ნესტორ წერეთელს რომ გაჰყვა, მზითევში ვეფხისტყაოსანი მიიტანა. მრავალი წლის შემდეგ დედამ ვაჟიშვილებს წიგნი თბილისში გამოატანა, დაზიანებული ყდა გამოუცვალეთო. დარდიმანდმა წერეთლებმა ყდა კი გამოაცვლევინეს, მაგრამ ეტლში დარჩათ. ვინც იპოვა, იმან დავით სარაჯიშვილს მიუტანა. დავითმაც დაუნანებლად გადაიხადა 3 თუმანი. ცოტა ხნის შემდეგ დამპატიჟა სარაჯიშვილი. ყვირა დღეს წვეულება ქონი. შევიდი თუ არა მომაგება. აი საშენო. დავხედე, მოვკიდე ხელი და ვუთხარი. ამას წავიღებ, გულმოდგინედ შევისწავლი მეთქი. წაიღე, მაგრამ მალე დამიბრუნე. ბარონ დე ბაის უნდა ვაჩუქო. ბარონ დე ბაი დილეტანტი იყო, მაგრამ რადგან ბარონი იყო და ფრანგი, ნამეტანი ზეთყვებოდა. აი ამისთვის უნდა და მიეცა. რამდენიც მოიკითხე, იმდენი უთხარი ვიკლევ მეთქი. ამასობაში კი წავიდა ისენი ბარონი. სარაჯიშვილიც საზღვარგარეთ წავიდა და ცოლი მისი მიგზანის დროდადრო კაც. დამიბრუნეო. კი ბატონო თქვა, უთვლიდი. ჯერ არ შემისწავლია თქვა. მერე მე ვთქვი, ესენი კიდევ გამომედავებიან თქვა. ავდექი და შევიტანე წერაკითხვის საზოგადოების მუზეუმში. აღწერე და გამოვეცი. ჩამოვიდა ეს დავით სარაჯიშვილი და მომაკითხა. რა უქენიო? მე უთხარი, კაცო, დაანებე თავი ამ ვეფხისტყაოსანს. ვიღაცა გადამთიელს რომ გინდა გაატანო. აქაო და ბარონიო. აი შენი სახელით შევწირე წერაკითხვის საზოგადოებას და გამოვეცი კიდევაც თქვა და ვაჩვენე ის აპისანიე. კიე ამა მისი სახელი რომ იყო შიგ, გაიცინე და კარგიო მითხრა. ნამდვილი ყაჩაღი ვარ, ყაჩაღი. ფეხი რომ არ მომეტეხა, ფირალი ვიქნებოდი. საფრანგეთმა კაპიტულაციას მოაწერა ხელი. ჰიტლერმა დიდი ხნის ოცნება აისრულა. დილის 6-ზე პარიზში ჩავიდა, ეიფელის კოშკი და ოპერის თეატრი მოინახულა. ქედმოხრილი მდუმარედ გაჩერდა ნაპოლეონის საფლავთან და 9 საათზე დატოვა ევროპის დედაქალაქი. ასეთი იყო დამპყრობელი ტურისტის ექსკურსია. არა მხოლოდ ემიგრანტების, თვითონ ფრანგებისთვისაც გაჭირდა ცხოვრება. პურის ნორმა 100 გრამზე ჩამოვიდა. შიმშილისაგან თავის დასაღწევად 6 ბოსტანი მოაწყო. ცოტაოდენი კარტოფილი და პომიდორი მოჰყავდა. ჩემი მდგომარეობა ფრიად უმწეოა. ყველაფერი მაკლია, სამოსელი სულ შემომეხა. საზრდო სამყოფი არ მაქვს. დოქტორთან ვერ მივდივარ. წამლებს ვერ ყიდულობ. პარიზში ვერ ჩავდივარ.
ზამთარი კარზე მოგვადგა და ჩემთვის კრიტიკული მდგომარეობა ტრაგიკულით იცვლება. გთხოვთ მაცნობოთ, შესაძლო იქნება თქვენთვის თუ არა დამდვათ პატივი და იმ საზრდოდან, რასაც თქვენთვის სადილო აღშმათ იკეთებთ, ერთი კერძი მეც მიზიაროთ. რასაკვირველია ჯეროვანი საფასით. და კიდევ, საუბედუროთ მე ზამთარში მიწაზე ფეხს ვერ მოვიცვლი. დავეცემი. იქნებ სევასტიმ იქნა სიკეთე და მომაწოდოს სადილი და მასთან ცოტა რამე, რაც ვახშმისათვის გამომადგება. ამ უკიდურეს გაჭირვებას სხვაც დაემატა. ემიგრანტ ქართველთა ნაწილი ფაშისტებს მიემხროდა, საფრანგეთში გადამალული უძვირფასესი განძის ამბავი აუწყეს. ექვთიმეს ადრე თუ დროდადრო უხდებოდა ბრძოლა, ახლა მუდმივად შიშით ცხოვრობდა. ინაშიც მიადგნენ გასაჩხრეკად. გახსნეს მისი ყუთები, მაგრამ იქ ოქროს ნივთები არ აღმოჩნდა. ისევ გურულმა გამჭრიახობამ უშველა. რომელ ოქროულობას ეძებთ? ამერიკაში რომ წაიღესო? მაგრამ საბუთებში მითითებულ ადგილზე განძის დატოვება მაინც სახიფათო იყო. ჟოდონმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბანკიდან ყუთები გამოიტანეს და სატვირთო ეტლით ვერსალის ნაციონალური ბიბლიოთეკის სარდაფში გადაიტანეს. აჯანყება მთელ პარიზს და მის შემოგარენს მოედო. გერმანელთა გარნიზონმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ნაცისტებმა საფრანგეთი დატოვეს. იმავე დღეს პარიზში ჩავიდა საფრანგეთის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის მეთაური გენერალი დე გოლი, მაგრამ საბჭოთა არმიის დაუხმარებლად ნანატრი მშვიდობა არ დადგა. საფრანგეთს ძალა არ ჰქონდა ბოლომდე ებრძოლა ნაცისტებთან. დე გოლი მოსკოვში უნდა გაემგზავროს და საბჭოთა მთავარსარდალს სთხოვოს, მალე დაიწყოს დიდი შეტევა. საბჭოთა კავშირის ელჩმა ალექსანდრ ბოგომოლოვმა ექვთიმეს თავისი მანქანა გამოუგზავნა და საელჩოში მიიყვანა. საუბრის შემდეგ ელჩის მოთხოვნით ექვთიმემ ვრცელი მოხსენება დაწერა და განძის მდგომარეობა აღწერა. იმ დღესვე გადასცეს გენერალ დე გოლს. ყველაზე მაღალმა ფრანგმა კარგად იცოდა, რომ სტალინი ქართველია და ისიც უთხრეს, რომ ამ საუნჯის ბედით ძლიერ დაინტერესებულიაო. სულ რამდენიმე საათის შემდეგ ქართველი ემიგრანტის თხოვნას ამომწურავი რეზოლუცია დაადო. დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს. დე გოლი მოსკოვში სპეციალური მატარებლით გაემგზავრა. რამდენიმე დღეში ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ჟოდონმა საცავის კარი გაუხსნა და ექვთიმემ ნივთების ამოლაგება და დახარისხება დაიწყო. 25 ყუთი გაამზადა, მაგრამ სარდაფში გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა. პენიცილინის ნემსებმა ძლივს უშველა. საქართველოს მთავრობამ პარიზში ორი ქართველი მეცნიერი გააგზავნა. შალვა ამირანაშვილი და პეტრე შარია, იმავდროულად პარტიის ცეკას მდივანი. შალვა ამირანაშვილმა აღწერა კოლექცია. ყველა ნივთი და დოკუმენტი უკლებლივ ადგილზე დახვდა. თაყაიშვილს კითხეს, საქართველოში ხომ არ დაბრუნდებითო? სურთ ჩემი ძვლები მშობლიურ მიწაში დაიმარხოს. მოსკოვში დეპეშა გაგზავნეს და სამ დღეში თანხმობაც მიიღეს. მაგრამ ექვთიმეს ოყმანი შეატყვეს, მიზეზი ჰკითხეს. შვილო ტიტველი ვარ, ასე როგორ წამოვიდე სამშობლოში? სამოსის ფული საბჭოთა კავშირის საელჩომ გამოყო. თანამგზავრებს დაუბარა. თუ გზაში რამე მომივა, არ დამტოვოთ, აუცილებლად სამშობლოში წამასვი. პარიზიდან ორი თვითმფრინავით გადმოფრინდნენ. ევროპა ჯერ ისევ იბომბებოდა. გზავრობა სახიფათო იყო, ამიტომ რომის, ბენღაზის, კაიროსა და თეირანის აეროპორტები მოიარეს, უამიდობასაც თავი აარიდეს და თბილისში დაეშმნენ. დასრულდა 24 წლიანი ლტოლვილობა. 82 წლის ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და ეროვნული საუნჯეც ჩამოიტანა. მხოლოდ ის უკლავდა გულს, რომ ნინოს ნეშტი უცხოეთში დარჩა. თბილისში თვალცრემლიანმა თანამგზავრებს მიმართა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი. არა მაქვს უფლება ბედს დავემდურო. ცაფირუს ხმელეთს ვერ მოხდო ჩემო სამშობლო მხარეო. სნეული დაუბრუნებულ ვარ, კურნალად შემეყარეო. პირველად სასტუმრო თბილისში დააბინავეს. ფანჯრიდან უყურებდა ალექსანდრეს ბაღს, სამხატვრო გალერეას, ხაშვედს, ნარიყალას, ცრემლი ერეოდა. ნეტავ, როგორ ვძლებდი უცხოეთში. იმავე საღამოს
ძველი მეგობრები, მეცნიერები ესტუმრნენ. დიდხანს ეფერებოდა, კოცნიდა მათ და იმეორებდა. საარაკოა ჩვენი გადარჩენა, საარაკო. რამდენი რამე გადავიტანეთ, რამდენჯერ დაღუპული მეგონა ყველაფერი. განსაკუთრებით ომი რომ დაიწყო. მოვალეობის გრძნობამ გადამარჩინა. სიტყვას ვაძლევდი ჩემ თავს. სანამ განც პატრონს არ ჩავაბარებ, არ უნდა მოკვდე და გადავრჩი. მეორე დღესვე წავიდა მუზეუმში არმაზის აღმოჩენის სანახავად. ქაშვეთში მივიდა. ბინოკლით ათვალიერა ლადო გუდიაშვილის ფრესკები. ზღაპრულად გარდაქმნილი და გამშვენიერებული დამხვდა თბილისი. მარტო სტალინის სახელობის სანაპირო, მისივე სახელობის პარკი, ყოფილი თავისუფლების მოედანი, კომკავშირის ხეივანი რადღირს. სანაპიროს ადგილას ხომ აშმორებული სანაგვე წუმპეები დავტოვე, როცა მივდიოდი. ჩამოსვლიდან 3 დღის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორის წოდება მიანიჭეს. საქართველოს ССР მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად ერთხმად აირჩიეს. ომის შემდეგ სტალინისათვის მიურთმევიათ საბჭოთა კავშირის სასკოლო რუკა, სადაც ახალი საზღვრები იყო მოცემული. კმაყოფილმა დაათვალიერა ახლად მოხვეჭილი ტერიტორიები, კავკასიის სამხრეთით გაატარა ჩიბუხისტარი და ჩაიბუზღუნა. აქ კი ჩვენი საზღვრები არ მომწონსო. კომუნისტში იბეჭდება ქართველი აკადემიკოსების სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის წერილი თურქეთის მიმართ ჩვენი კანონიერი პრეტენზიები. წერილის თარგმანი გადაბეჭდა გაზეთმა პრავდა. ქვეყნდება ირაკლი აბაშიძის ლექსი რა დაგავიწყებს. ქართველო სანამ ქვია ქართველი, გეძახის შენი მიწა ქართული. აქვეა აჭარის ყადის რასიხ სულეიმანიძე ბერიძის მოწოდება. ქართველო მუსლიმანებო, გთხოვოთ დიდ ღმერთს, რომ სამუსლიმანო საქართველო მთლიანად შეუერთდეს თავის დედა სამშობლოს. ამინ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე თავის ხმას უერთებს ერის სამართლიან მოთხოვნას. პრავდამ დაბეჭდა რესპუბლიკის ხელმძღვანელის კანდიდ ჩარკვიანის წერილი. ჯერ არ განხორციელებულა ქართველი ხალხის საუკუნოვანი ოცნება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთელი საქართველო ალაპარაკდა თურქეთში მოქცეული ქართული მიწების დაბრუნებაზე. პროფესორ ექვთიმე თაყაიშვილს ხომ ყველაზე მეტად ერგება სიტყვის თქმა. სამი ექსპედიცია მოვაწვე ამ მხარეში და შედეგები მკარნახობს. შენი მშობელი ერისაა ეს მხარე, მის ღვიძლ შვილთან აღვაწია ყველაფერი. საჯარო ლექციებს კითხულობს თურქეთში მოწყობილ ექსპედიციებზე. ბოლოს მუდამ ოვაციას უმართავენ. უინსტონ ჩერჩილმა წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც სათავე დაუდო ცივომს. სხვა მიზეზებთან ერთად ჩერჩილმა თქვა, თურქეთი და სპარსეთი დიდად შეშფოთებულნი და შეწუხებულნი არიან მოსკოვის მთავრობის პრეტენზიებით. მთელ კონტინენტზე ბალტიიდან ადრიატიკამდე რკინის ფარდა დაეშვა. თაყაიშვილისა და ქართველი ხალხის საუკუნოვანი ოცნება სამხრეთ საქართველოს დაბრუნებისა გაქარწყლდა. ლიდა თაყაიშვილსა და ალექსანდრე პოლტორაცკის ვერაზე ვაშლოვანის ქუჩის 6 ნომერში მეორე სართულზე ერთი ოთახი ჰქონდათ. ექვთიმემ მათთან ცხოვრება გადაწყვიტა. ადრე დაობლებული ლიდა ექვთიმემ და ნინომ გაზარდეს. ალექსანდრე კი ნინოს ძმა იყო, პროფესიით იურისტი. მათ გვერდით გაუთავისუფლეს 16 კვადრატულ მეტრიანი ერთფანჯრიანი ოთახი. თავისი წიგნებით და ჩანაწერებით სავსე უამრავი რეულით ამ ოთახში მოთავსდა. მანქანაც შეიძინა და ძღოლად ლიდას ძმისშვილი ჟორა აიყვანა. უკვე ქალაქგარეთ გამგზავრებად შეეძლო. ცხეთა ინახულა. ერთხელაც იოსებ მეგრელიძე გაიყოლა და ოქროყანა ფუნიკულიორის სანახავად წავიდა. თავიანთი ყოფილი მამულები და სახლი დაანახვა და უთხრა: აქ აკაკიც მხლებიაო. თაწმინდის თხემიდან ათვალიერა ქალაქი. იფიცებოდა ასეთი მშვენიერი ადგილი პარიზში არ მოიძებნებაო. რესტორანში ისადილეს. ძალიან ისიამოვნა, მაგრამ გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა. 5 პროფესორი დაადგა თავზე, ისევ პენიცილინმა უშველა. ექიმები კი უკრძალავენ, არ გადაიღალოო, მაგრამ ბედნიერია. არც ეგონა თუ ასეთი დღე გაუთენდებოდა. ყველაფერი აქვს.
ყველა თავსევლება თუმცა ხშირად ბუზღუნებს და ითხოვს მუდმივი დამხმარე დაუნიშნონ, რადგან მარტო მუშაობა აღარ შეუძლია. არადა უამრავი რამე აქვს გამოსაქვეყნებელი. ნიკო კეცხოველმა დამხმარედ არქეოლოგი გიორგი ლომთათიძე შეურჩია, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე ლომთათიძის ვაჟი. კარგად ითანამშრომლეს. 3 წელიწადში უამრავი დიდი თუ მცირე სტატია და წიგნი მოამზადეს და გამოაქვეყნეს კიდეც. სამეცნიერო ტექსტების გარდა გოგი ლომთათიძე განვლილ ცხოვრებაზე მოგონებებს და მეტყველების თავისებურებასაც იწერს. გაზეთ კომუნისტს ივერიას ეძახის, ჟურნალ ნათობს დროებას. ეს ძველი დროიდან მოსდევს. საფრანგეთიდანაც ჩამოხვა სიტყვები. ფული მისთვის ფრანკია, ქვანახშირი შარბონი, თვითმფრინავი ავიონი, ნავთი კი პეტროლი. გარდაიცვალას ნაცვლად ამბობს გადიცვალა. გურული კილო დაჰკრავს. თუ ინმე თავისი კუთხის აესტუმრება, თლაგურულად უქცევს. როცა რამე სასაცილოსა და პილპილიან სიტყვისან მოაგონდება, ქირქილებს. თბილისი ბერე 6 თიმეს ერთ დღეს ჩამწარდა. ლიდა თაყაიშვილი დააპატიმრეს. ლიდა გამონაკლისი არ ყოფილა. 35,000 ადამიანი, ომში ტყვედ ნამყოფები, ინტელიგენტები, ვისაც უცხოეთში ნათესავები ყავდა ან უბრალოდ საეჭვო ელემენტები. 25 დეკემბერს აყარეს და შუა აზიაში გადაასახლეს. საბჭოთა კინოს ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე ცხაკაიას ქუჩაზე ამ სახლში ცხოვრობდა. კარი ნატოს ვაჟებმა ელდარმა და გიორგიმ გაუღეს. მათ წინ ხელჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი კაცი იდგა. რაღაც განსხვავებული ევროპული იერი ქონდა. ყველაზე მეტად კი ვაჟები იმან გააოცა, რომ მოსულმა სტუმარმა იკითხა: ქალბატონი ნატო შინ არის? ქალბატონი ნატო იკითხა და არა ამხანაგი ნატო. 1946 წელს პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით საბჭოთა კინემატოგრაფისტები ვენეციის ფესტივალზე გაგზავნეს, მათ შორის ნატო ვაჩნაძეც. ვენეციის მერე პარიზში ჩავიდნენ. საბჭოთა ელჩის მოთხოვნით მსახიობი ქართულ ემიგრაციასაც შეხვდა. საუბრისას კითხეს: შეიძლება ახლა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაო? ნატომ უპასუხა: აი, ექვთიმე თაყაიშვილი დაბრუნდა და ჩვეულებრივ მუშაობსო. ექვთიმემ კი ნატო გააფრთხილა. კგბ-ში გამომიძახეს და მკითხეს: ნატო ვაჩნაძე საფრანგეთში ემიგრანტებს შეხვდა და ამის შესახებ თქვენ რა იცით? მე ვუთხარი: იმ დროს მე უკვე აქ ვიყავი და იქ რა მოხდა აბა რა ვიცი. ახლა საჭირო ჩავთვალე, რომ ეს ამბავი თქვენთვის მეცნობებინა. ზუსტად 3 თვეში უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. უნივერსიტეტს ტრადიციად ექცა თავისი დამაარსებლების მოკვეთა. მე დიდი პატივით მიმიღეს და აღმადგინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორად და შემდეგ ამირჩიეს აკადემიის წევრად. რუხაძემ კი მიმიღო უბრალო ემიგრანტად და მოინდომა ჩემი მოსპობა. ის ჩემი მეცნიერული მუშაობის წინააღმდეგი გახდა. მისი შიშით მომხსნეს უნივერსიტეტის პროფესორობიდან. ამასთანავე ხმა დაყარეს, რომ მე მაქვს სახში პატიმრობა და ისე დააშინეს მეცნიერები, რომ მათ შეწყვიტეს ჩემთან სიარული. მაგავრცელდა წამებისაგან ჩხილები სულ ჩაშავებული აქვსო და შინაპატიმრობა მიუსაჯესო, ამიტომ ბევრი ერიდებოდა მასთან მისვლას. ვინც კიდევ აგრძელებდა სტუმრობას, ხშირად უცნობი ადამიანი უღებდა კარებს და მოსვლის მიზეზს ეკითხებოდა. მეზობლები ამბობდნენ, ერთხელ დაკითხვაზე წაიყვანეს და უკან საკაცით მოიყვანეს. ამის შემდეგ აღარც ამდგარაო. ექვთიმეს საანდერძო განწყობილება შეექმნა. ხამით ნინოს ხმა ესმოდა. მას ესაუბრებოდა. მე რამდენიმე დღეში მოვკვდები. გონება და ენა არ დამიკარგავს. თორემ სხვა ყველაფერი, თვალი, ორი, ხელი ვეღარ წერ. იაკობმა მითხრა, ვკვდები ღირსეულად დამარხევ. მე უპასუხე, ქართველებმა ცოცხალის მოვლა არ ვიცით, თორემ დამარხვა კარგი ვიცით მეთქი. მაგრამ თვითონ კარგი დამარხვა არ ერგო. იანვარში 90 წლის გახდა. 21 თებერვალს შაბათ დღეს გარდაიცვალა. 24-ში დაკრძალეს. ბევრმა იქნებ მართლაც ვერ გაიგო, მაგრამ პანაჩვიძე მყოფებსაც აფრთხილებდნენ. გასვენებაზე მოსვლით ნუ შეწუხდებითო. 48 კაცი დაესწრო გამოსვენებას.
პროცესია ვაშლოვანის ქუჩიდან ვაკის სასაფლაოსკენ დაიძრა. ნაბრძანები ჰქონდათ არსად შეჩერებულიყვნენ. არსადში უნივერსიტეტი იგულისხმებოდა. იოსებ მეგრელიძეს 30 მანეთი დაუჯდა კატაფალკის გაფუჭება და უნივერსიტეტთან 6 წუთით შეჩერება. ექვთიმე თაყაიშვილის საფლავთან აკაკი შანიძემ ახლად გამოსული სქელტანიანი მონოგრაფია 1917 წლის მოგზაურობა მაღლა ასწია და თქვა: ძმაო ექვთიმე, შენ არც მიტინგი გჭირდება და არც ძეგლი. შენი ძეგლი, შენი წიგნებია.